5 ძალი მყავს. 20-ში 24 შვილი მყავს, 7 შვილები მყავს. და მე მიწევს ამ ბაღჩის მოულა გადახედე ახლა რაფერი ბაღჩა მაქვს. კი ვარ მოხუცებული კაცი, მაგრამ ამით ვიქცევ ახლა თავს და ქალაქში ამას ვერ გავაკეთებ ვერცეს. და კი ვაკეთებ კიდევ რაც. 9 წლის ვიყავი ის თავზაღმა ხერხი რომ მასწავლად შეის ხერხი ხერმა ხერხი. 11 ღერი ფცარი ხერხი 11 დღეს. მამა ჩემი იყო ზეიდან და ამაპორციალებდა. და მე რო ვისწავლე მუშაობა კაიყოფნა და მომცა 3 მანეთი. 11 ორა გამიხარდა ვიდრე წევედან სამანეთად ვიყიდე ერთი მეხარკვე ვუხავდა და ჩექმის ელებით ხერავდა წულებს და ვიყიდე ერთი წვილი წუღა ორ მანეთ ნახევრად დამჩა 50 გავიყიდე ერთ კვირას ვერ დავხარჯი. ძირითადად რა საქმიანობას ეწეოდით იმ პერიოდში რითი ირჩენდით თავს? პირველ რიგში კოლმენობაში მუშაობდი. მერე კოლმენობაში დიდი თანხა ფერ გამოვდა. წევედი და ვისწავლე ხელობა, ხის ხელობა, ჩემ დეიდაშვილთან. და იქიდან მოხე ნელალე და მე მუშაობ სახლებზე და ვაწყობ და ვაკეთებ და რა ვიცი, დღემდე მაგას მუშაობ. დღემდე სახლებს აშენებთ? კი, დღემდე. აი სტანოგი ჩემია და ამით ვიქცევ თავს და ხერხავ და ვაკეთებ და რა ვიცი. როგორც ვიცი, ანუ თქვენ გურიაში ძალიან ბევრი სახლი გაქვთ აშენებული. ნატანებში, ოზურგეთში სადარამ ზიანში, ზოთში, ჩოხატაურში ისეთი სოფელი არ არსებობს, რომ ჩემი გაკეთებული სახლი არ იყოს. ანუ გურიის ფარგლებს გარეთ თუ გასულ ხართ და სადმე სხვა რეგიონში თუ გაკეთებიათ სახლი? რაჭაში ვიყავი, ქუთაისში ვარ ნამყოფი სახლი მაქვს გაკეთებული და ბახმაროში და ასე რა ვიცი რა ამახსოვს ახლა. და დღევანდელი ვითარება თქვენი როგორი არის? ანუ წინანდელ წლებთან შედარებით დღეს როგორ ცხოვრობთ? ძალიან რთულად. ამდენ შვილებში არავინ არ მყავს და მარტო ხელა ვარ სახლში და რა ვიცი ახლა ვიქცევ თავს ბაღჩით და ყანით და სხვა რა მაქვს. ამჟამად ცხოვრობთ სოფელ ბუკნარში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. გადმოსახლით ზოტიდან. კი. და როგორი ურთიერთობა გქონდათ იმ დროისათვის? ძალიან კარგი. ყველას მივაჩნდი, ყველას უყვარდი და ძალიან კარგი დამსახურება მქონდა ყველგან, სადაც ვიყავ. ასევე ვიცით რომ ვიცით კი არა, ყველა მიცის რომ ბუკნარი განთქმული იყო ჩაის პლანტაციებით. იყო და ახლა აღარ არის, ახლა დაინგერაგეს ყველგან კოლექტივები და ახლა ჩაის პლანტაცია კია, მაგრამ სახლავს მაგას პატრონი აღარ ხავს ახლა. ვინ უნდა ეპატრონოს? ანუ თქვენც მუშაობდით ჩაისში? ერთ ჩაისში მუშაობდი. ჩაის რო ვარავდი, მაძლევდნენ რაცა 3000 მეტროს დავვარავდი 3 მანათ და 70 კაპეკი თუ 270 იმას მაძლევდნენ. ახლა შედარებით ძალიან კარგი პირობებია, თუ კი იმუშავებ და არ შეგეზარება, არაა დასამდურავი აგერ. აგერ თურქეთში წახვალ ფული, აგერ ოჯახში ყანას მეიყვან, ბაღჩას მეიყვან, გეიტან ბაზარში გახიდი საქონელს იყოლიებ, თუ კი იშრომებ, ფული არის ახლა მეტად. მაშინ კოლმევნების დროში ძალიან სჭირდა ფული. არ იყო. მაგრამ საქმე იყო. საქმე იყო კაცო. საქმე იყო და ფული ფულობდა. მაგრამ ეგ ახლა ვისი ბრალი აგრა უყოთ ახლა ასე მეიტანა დრო. ახლა ვემზადები სადილიზა. ჩემი მოყვალილი ლობიო, ახალი ლობიო უნდა გავაკეთო. და მივთვამ კაცო ახლა ქალაქში ავრო მე ყველა წუთში ქათა მივიყიდო და ვჭამო და იქვნა. და ამით ნენელა და მივაღწევ და